ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მადლობა გადაუხადა ასობით 1000 ამომრჩეველს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მხარი დაუჭირეს მის სოციალისტურ პარტიას. როგორც ცნობილია, საარჩევნო კამპანიის დროს იგი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქვეყანა 5 წელიწადში შეუერთდება ევროკავშირს. ედი რამამ, მემარცხენე სოციალისტური პარტიის ლიდერი, დიდ შეკრებაზე გამოვიდა ტირანის ცენტრალურ მოედანზე. ღონისძიებას ათასობით მხარდამჭერი ესწრებოდა. მათ თან ჰქონდათ ალბანეთისა და ევროკავშირის დროშები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით სოციალისტებმა 11 მაისს გამართულ არჩევნებში 140 წევრიან პარლამენტში 83 მანდატი მოიპოვეს. ცხადია, რომ ალბანელების უმეტესობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ფიქრობს, რომ ალბანეთი სწორ გზას ადგას. ევროკავშირის წევრობას 2030 წლისთვის მხოლოდ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ, ჩემი და სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობით. ისტორიული შანსია, რომ 2030 წელს ალბანეთი გახდეს გაერთიანებული ევროპული ოჯახის წევრი. ამ დაპირებას სკეპტიკურად აფასებენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ალბანეთი ევროკავშირის წევრობისთვის ჯერ მზად არ არის. ეს არჩევნები კრიმინალური, ანტიდემოკრატიული მეთოდებით გააყალბეს. თითოეულ ალბანელსა და ევროპისა თუ მსოფლიოს ყველა დედაქალაქს დაუნტკიცებთ, რამდენად უღირსი და ფარსი იყო ეს არჩევნები. ცენტრისტულ მემარჯვენე დემოკრატიის პარტიის ლიდერმა, რომელიც სათავეში უდგას ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი სალი ბერიშამ, მხოლოდ 50 მანდატი მოიპოვა. დანარჩენი 4 მცირე პოლიტიკურ პარტიას ხვდა წილად. წინასწარი მონაცემებით ალბანეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლებთა აქტივობა 42% იყო, რაც 4%-ით ნაკლებია წინა არჩევნებთან შედარებით. ალბანეთსა და საზღვარგარეთ მცხოვრებთა ამომრჩევლებმა 140 დეპუტატი აირჩიეს 4 წლიანი ვადით. მასშტაბური ემიგრაციის გამო ბალკანეთის ამ ქვეყანას 2.400.000 მოსახლე ჰყავს, თუმცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა თითქმის 3.700.000-ია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ალბანეთის არჩევნები, რომელიც კარგად ორგანიზებული იყო, მშვიდობიანად ჩატარდა. მან მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას უზრუნველყონ ქვეყნის ინსტიტუტების გამართული მუშაობა.